მე-6 საუკუნის პირველი ნახევარი. ქართლის იგივე იბერიის სამეფოს მმართველია ფარსმან მე-6. თავის მხრივ მონარქიცა და მისი საუფლოც წინა აზიაში გაბატონებული სასანიდური ირანის იმპერიის ქვეშევრდომია. ფარსმანი წარმოადგენს უკანასკნელ მეფეს, რამე თუ მისი გარდაცვალების შემდგომ სასანიდური ირანის შაჰინ შაჰი ხოსრო პირველი, ანუ შირვანად, ესე იგი უკვდავ სულად წოდებული იბერიაში საბოლოოდ აუქმებს მეფობას. ირანის ერთ-ერთ პროვინციად ქცეულ ქართლს და მასში გავრცელებულ ქრისტიანულ რწამს კიდევ უფრო მეტი განსაცდელი ელის ვიდრე წინათ. მაგრამ ასპარეზზე გამოდიან ასურელი მამები, რომლებიც ჯერ კიდევ ფარსმანის მეფობისას შემოდიან საქართველოში, რათა დაიცვან ქრისტეს სჯული და განამტკიცონ ქართველთა რწმენა, რომელსაც ირანელები უპირისპირებენ მაზდეანობას. ამ რთული მისიის შესრულებას იკისრებს ანტიოქიაში მცხოვრები ბერი, სახელად იოანე, რომელიც ქართლში შემოდის მისი 12 მოწაფის თანხლებით. იგინი იყვნენ განმანათლებელნი ქართლისა, განწმენდელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ კი ამჯერად უყურებთ სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. დღევანდელ რიგით მე-4 სერიაში თქვენ იხილავთ თადეუს სტეფან წმინდელის სახელობის მონასტერს, უпроსწორედ ნამონასტრალს და რა თქმა უნდა მოისმენთ მის ისტორიას. წავედით. კასპზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფან წმიდისა. თათესაგან იგივე მამათაგანის ქმნული, მუნდაფლულია წმინდა თათე. ასეთ რამეს გვაუწყებს იმ ადგილის შესახებ, რომელზეც დღევანდელ სერიაში ვისაუბრებთ, მე-18 საუკუნეში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი მისსავე წიგნში აღწერა სამეფოსა საქართველოსა. იმისათვის, რომ ზუსტი წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რა იგულისხმება ზემოთ მოყვანილ ტექსტში, საჭიროა მოვახდინოთ აქ გამოყენებულ ტოპონიმთა თანმიმდევრობით განხილვა. თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ გეოგრაფიულ პუნქტებზე, რომელთაგან პირველი დასახელებულია კასპი. ესე იგი, ყველასათვის ცნობილ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქის კასპის ზევით არის წლევის მთა, ხოლო ამ შემაღლებულ ადგილზე ყოფილა გაშენებული მონასტერი. სავანე გახლდათ წმინდა სტეფანეს სახელობის და დაუარსებია ვინმე თათეს. თათე იგივე თადეოზი, ერთ-ერთია იმ ასურელი მამებიდან, რომლებიც მე დღევანდელი სერიის პროლოგში უკვე ვახსენე. 12 სასულიერო პირი. ეს გახლავთ რაოდენობა სირიიდან საქართველოში ჩამობრძანებული ბერებისა, რომელთაც ხელმძღვანელობდა იოანე და როგორც ძველი ქართული საეკლესიო ხელნაწერები გვაუწყებს, ისინი მთლიანობაში იყვნენ 10-13, ანუ თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, 13. მაგრამ აქვე გეტყვით, მკვლევართა შორის არის მოსაზრება, რომ ასურელი მამები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე ზევით მოყვანილი რიცხვია. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ნიმუშის ფონზე, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ უკვე ნანგრევებად არის ქცეული, მე თქვენ გიამბობთ ყველა იმ ცნობას, რომელიც აქ წინად გაშენებული ქრისტიანული სავანის შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას. მე-6 საუკუნეში ანტიოქიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვინმე იოანე, რომელიც ახალგაზრდა ასაკშივე მონაზვნად აღიკვეცა და დაიწყო მეუდაბნოეობა. ესე იგი, საერო ცხოვრებისაგან სრულიად იზოლირება მის რამოდენიმე მოწაფესთან ერთად. ქრისტიანულ ხელნაწერთა მიხედვით, იოანეს ყოლა წმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა მოწაფეთა შორის 12 ბერი აერჩია და მათთან ერთად წასულიყო საქართველოში, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წარემართნენ გზასა ქართლად მიმყვანებელსა და მიიწივნეს ქალაქად ქართლისა. იოანესა და მისი მოწაფენიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე კვიდრდებიან სხვადასხვა მთიან და ტყის მასივებით დაფარულ უკაცრიელ ადგილებზე და იწყებენ სამონასტრო ცხოვრებას, რომელთა მიმდევრებიც მე-6 საუკუნის ქართველებიდან არაერთი გამოჩნდება. იოანესა და მის მოწაფეთა სახელებს შემდგომში დაემატა იმ ადგილთა სახელწოდებები, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ. მაგალითად, წინამძღვარი ბერის მაგალითზე რომ მოგახსენოთ, იგი იწოდა იოანე ზედაზნელად. რადგან დღევანდელი სერია უშუალოდ წლევის მთაზე არსებულ ნამონასტრალზეა, იოანე ზედაზნელის მოწაფეებიდან მხოლოდ იმ სასულიერო მოღვაწეზე ვისაუბრებ, რომელიც აქ მდგომი სავანის მაშენებელი იყო და გეტყვით, რომ თადეოზი, შემოკლებით თათე, იწოდა სტეფან წმინდელად. ამოირჩია მთა მაღალი და ტყიანი წლევი, დინარესა ზედა რეხულისა. თასა ზედა წლევისასა გამოქვაბა ნეტარმა მცირე სენაკი, რომელსაშინა დაჰყო ფრიადი დრო. მრავალნი მოვიდოდნენ წმიდისადმი, სასმენად წმიდა მის ქადაგებისა, რომელთა სუროდათ მისთანაც ცხოვრებად, ნეტარი იგი მათ მამობრივითა სიყვარულითა მიიღებდა. ამისა შემდეგ მცირემთა იგი აღივსო სენაკებით. ასეთ რამეს გვიყვება ძველი ქართული ხელნაწერი, რომელიც ამოიკითხება მე-19 საუკუნეში მოღვაწე
ქართული ეკლესიის ისტორიკოსისა და სასულიერო პირის მიხეილ იგივე გობრონ საბანინის ანუ საბინაშვილის წიგნში სახელწოდებით სრული აღწერა იღვაწლთა, ნებათა, საქართველოს წმინდათა, სადაც ავტორის მიერ თავმოყრილია ეპოქათა მიხედვით სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი საეკლესიო სახის ხელნაწერები. ამავე წიგნშივე ვკითხულობთ შემდგომს. რამე თუ მრავალ იქნებოდა მომსვლელი მისდა და ვითარცა ვერ დაიტევებდა მთაიგი მრავალთა მოღვაწეთა ისურვა აღშენება მონასტრისა და ეკლესიისა თხემსა ზედა მის მთისასა აღაშენა ნეტარმა ეკლესია სახელსა ზედა წმინდა სტეფანის. ზემოთ მოყვანილ ცნობათა მიხედვით ასურელ მამა თადეოს დაუარსებია მონასტერი, რომლის მთავარი სამლოცველოც, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, უკურთხებია წმინდა სტეფანე პირველ მოწამის სახელზე. სწორედ ამიტომაც იწოდა თადეოზი სტეფანწმინდელად. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ქრისტიანობის ისტორიაში წმინდა სტეფანე იყო პირველი, ვინც ქრისტესთვის ეწამა და საქართველოში ნებისმიერი სალოცავისა თუ ადგილის დასახელება, რომელიც ჟღერს როგორც სტეფანწმინდა, ამ კონკრეტულ წმინდანთან არის კავშირში. მეორენაირად, წლევის მთის ფერზე მდგომი ნამონასტრალი, რომლისკენ მიმავალი გზაც გადის კოწახურასა და საყდრიანის ხევებზე, თეთრა ხევის მამების ეკლესიადაც მოიხსენიება. სიტყვა მამები ან მამება ჩემს მიერ მოყვანილ ვახუშტისეულ ცნობაშიც ამოიკითხება და სხვას არაფერს უნდა აღნიშნავდეს თუ არა სავანის კავშირს ასურელ მამებთან. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგი მაკალათია, რომელიც მე-20 საუკუნეში ეწვია მონასტერს, მისსავე წიგნში სახელწოდებით ლეხურის ხეობა სავანეს უწოდებს მამებას. მაკალათია წერდა, რომ აქაურობა მივიწყებულია და არავინ იცის მისი არც სახელწოდება და არც მდებარეობა, რაც ძეგლს კიდევ უფრო ძნელ მისაგნებს ხდის. მეცნიერი ტაძარზე გვამცნობს იმასაც, რომ ადგილობრივები, ვინც მისი არსებობა იციან, მას წითელი ეკლესიის სახელითაც იხსენიებენ. ეს ალბათ გამოწვეული უნდა იყოს იმ შეფერილობის და გამო, რაც სამლოცველოს სამშენებლო ქვებს აქვს. სერგი მაკალათიას ნამონასტრალის მონახულებისას აქვს გაკეთებული ერთი საინტერესო ჩანაწერი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. მამებას ბორცვზე დიდი ორმოა, ახლა ამოვსებულია. ეს იყო მიწისქვეშა მღვიმე, სადაც დაყუდებული თათე ცხოვრობდა. ამ მღვიმესთან აუგიათ ეკლესია და მღვიმედან ამოსულ თათეს შეეძლო პირდაპირ საყდარში შესვლა. მიწისქვეშა მღვიმე, რომელსაც მეცნიერი აღწერს, სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა ის ხარო, ესე იგი ღრმა ორმო, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რაც განსხვავებით მე-20 საუკუნისა დღეს ამოსუფთავებულია. სიმართლე გითხრათ, სანამ მაკალათიასეულ ამ ცნობას გავეცნობოდი, მიწის სიღრმეში გაკეთებული ხარო მიმაჩნდა აქ სამონასტრო ცხოვრებისათვის საჭირო მარცვლეულის შესანახ სათავსოდ ან წყლის რეზერვუარად. მაგრამ სერგი მაკალათიას აღწერა, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას, ამის საპირწონეა ის ჩანაწერიც, რომელიც ზევით ჩემს მიერ ნახსენებ წიგნში სრული აღწერა იღვაწლთა, ნებათა საქართველოს წმინდათაში ამოიკითხება, არა დაუტევა წმინდამან ქვაბით ვსი შემდეგ აღშენებისა მონასტრისასა, არამედ იმყოფებოდა მას შინააღსასრულამდე ვსისა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწისქვეშა ქვაბი, იგივე მღვიმე, მე-6 საუკუნეში, როდესაც აქ მონასტრის დამაარსებელი თადეო სტეფანწმინდელი მოღვაწეობდა, წარმოადგენდა ასურელი ბერის სამყოფელს, რომელსაც ის მხოლოდ მაშინ ტოვებდა, როდესაც წმინდა სტეფანე პირველწამებულის სახელზე ნაკურთხ ტაძარში წირვა-ლოცვისათვის შედიოდა. ანალოგიურ ყოფას ეწეოდა თადეოზის სულიერი ძმა და ასევე ასურელ მამათაგან ერთ-ერთი შიოც, რომელიც მღვიმელად იყო წოდებული და სწორედ მის მიერაა დაარსებული ყველასთვის კარგად ცნობილი შიომღვიმის მონასტერიც. ასევე შესაძლებელია, რომ ხაროს მოგვიანებით განვითარებულ ან გვიან შუა საუკუნეებში უკვე სამეურნეო დანიშნულებითაც იყენებდნენ. თუ დარბაზულ ტაძარს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მას გარს არტყია ქვითკირით ნაგები, ამჟამად კი ჩამოშლილი გალავანი, ხოლო უშუალოდ ეკლესიის მთავარ სამლოცველო დარბაზს სამხრეთით დამატებული აქვს მინაშენი. იგი თავის მხრივ გატიხრულია ორ ნაწილად. ერთი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა სახის მინაშენს წარმოადგენს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაგებობა კი ნანგრევია აქ ერთ დროს მდგომი ორსართულიანი სამრეკლოს. თავარი სამლოცველო დარბაზისაკენ მიმავალი, დღესაც შეამჩნევ იმ ბურჯების ფრაგმენტებს, რომელსაც აგურით ნაშენი სამრეკლოს მეორე სართული ეყრდნობოდა. სამშენებლო მასალად გამოყენებული თლილი ქვები, ამას დამატებული აგური და სხვადასხვა ფუნქციის მქონე სამხრეთის მიშენებები მეტყველებს იმაზე, რომ მე-6 საუკუნეში ასურელი მამის თადეოზის მეოხებით დაარსებული მონასტერი ქართლში საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებდა სასულიერო კერის ფუნქციას, რომელიც დროის სვლასთან ერთად და შესაბამის ეპოქათა მოთხოვნების მიხედვით ახლდებოდა ისე, როგორც იმჟამინდელ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას შეესაბამებოდა.
ჩვენამდე მოღწეულ ისტორიული სახის ჩანაწერებში შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ძეგლის ხანდაზმულობისა და მნიშვნელობისა, თითქმის საერთოდ არ მოიპოვება ცნობები, რომელიც დეტალურად ან გაკვირვით მაინც საუბრობს აქ არსებული ქრისტიანული სავანის ბედიღბალზე. ერთადერთი რაც გადაჭრით ვიცით, მისი დაარსების პერიოდია, მაგრამ სრულიად უცნობია, როდიდან იწყებს თადეუს სტეფანწმინდელის მეოხებით შექმნილი მონასტერი დაცლასა და გაპარტახებას. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ერთი თქმულება. მაგრამ სანამ მას გიამბობდეთ, იმისთვის რომ მასთან ასე ვთქვათ აზრობრივი კავშირი მოვახდინოთ, კვლავ წაგიკითხავთ ნაწყვეტს დღევანდელი სერიის განმავლობაში უკვე რამოდენიმეჯერ ნახსენები წიგნიდან სრული აღწერა იყო აწლთა ნებათა საქართველოს წმინდათა. წმინდა გვამი მისი დაიდვა ეკლესიასა შინა მის მონასტრისასა. მრავალნი სასაულნი იქმნებოდეს საფლავისგან მისისა. წმინდა ძვალნი მისნი წლითი წლად აღმოვიდოდნენ საფლავისგან ეკლესიასა მას შინა. დავიწყოთ ამ ხელნაწერის განხილვა, რომლის მიხედვითაც თადეოზი გარდაცვალების შემდეგ დასაფლავებულ იქნა მის მიერვე დაარსებულ მონასტერში. მიცვალების შემდეგაც კი ასურელი ბერის სული არ ტოვებდა მონასტერს და უფრო მეტიც, იგი სასწაულებსაც კი ახდენდა. ეს ადამიანთა გონებისათვის ამოუხსნელი და ღვთისგან დაშვებული მოვლენა 15 წლების განმავლობაში გრძელდებოდა მანამ სანამ არ მომხდარა თადეუს სტეფანწმინდელის მონასტერში ის ამბავი, რის მერეც ასურელი მამის გამოცხადება და მისგან ქმნული საკვირველებები შეწყვეტილა. 1809-1875 წლებში მოღვაწე ქართველ ისტორიკოს პლატონ იოსელიანს აქვს ჩაწერილი თქმულება ზემოთ ხსენებულთან მიმართებაში, რომელიც გვიამბობს, რომ მამათა სავანის წინამძღვარი 18 საუკუნეში ვინმე დეკანოზი ყოფილა. მისი მონასტერში მოღვაწეობისას დიდგვაროვანი ქალი, რომლის წარმომავლობაც არ არის დაკონკრეტებული, თეთრახევის მამების ეკლესიის მახლობელ ტერიტორიაზე განდეგილად ასულა. მას თავისი სილამაზით შეუცდენია მონასტრის წინამძღვარი და თავადაც შეხვარებია იგი. საქმე იქამდეც გაგრძელებულა, რომ აღნიშნული პატრიარქის ყურამდეც კი მისულა, მაგრამ ვერაფრით მოუხერხებია დიდგვაროვანი დედაკაცის მონასტრისაგან ჩამოშორება. საბოლოოდ მეფის ხელისუფლების ჩარევით ქალის სასულიერო კერისათვის მოუცილებიათ. პლატონ იოსელიანი ამ ამბავს 1740 წელს მომხდარა დასახელებს და იქვე დასცენს, რომ ეს გარემოება გამხდარა მიზეზი ამ ადგილზე თადეოზის მეშვეობით სასწაულების აღსრულების შეწყვეტისა და ამასთან ერთად სწორედ ამის მერე დაცლილა ეს წმინდა ადგილი ბერებისგანაც. საბოლოოდ კი თეთრახევის მამება მისგან არც თუ მოშორებით მდგომი სამთავისის მონასტრისათვის მიუწერიათ. რაც არ უნდა იყოს, დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც რთულია გადაჭრით იმის თქმა, თუ რამდენად შეიცავს სიმართლის მარცვალს პლატონ იოსელიანის მიერ გაკეთებული ჩანაწერი. ან იქნებ მტკნარი სიცრუეა, ხალხში თქმულებად გავარდნილი. ხშირად პრაქტიკაში ხომ სიმართლეზე მეტად, კარგად შეთხზული ამბავი ურჩევნიათ ადამიანებს. რატომღაც ასეთი გადმოცემები უფრო მიმზიდველი და დასამახსოვრებელია ისედაც სოდვებით დამძიმებული გონებისათვის. ხომ შეიძლება ყიზილბაშების, ოსმალების ან თუნდაც ლეკიანობისას მომხდარიყო აქ ისეთი უბედურება, რომელმაც არათუ მონასტრის საძმო შეიწირა, არამედ ამბის მომტანიც კი აღარავინ დატოვა. ისტორიულ პრაქტიკაში ხომ არაერთი ქრისტიანული სავანე გვაქვს მომხდური მტრისგან განსაკუთრებული სისასტიკით აკლებული. ან იქნებ მართლაც ილია ჭავჭავაძის პოემის განდეგილის ბერის მსგავსად ბოროტმა ქალის მეშვეობით აცდუნა დეკანოზი და ამ გზით შეძლო დაეხურა ქრისტესის სახლი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში არაერთ გზის გადარჩენოდა მტერს. მაგრამ ბოლოს მაინც შეიქმნა მსხვერპლი იმისა, რის ასაღწერადაც დიდ ილიას ხელით ნაწერ სტრიქონებს მოიშველიებ. და იქსად წმინდან თუ დიდებიათ ღმერთი მშავრის და ჭეშმარიტების, იქსად უწირავთ უფლისა მიმართ, მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, ათ შორის ნანგრევთ და ნატამალთა, მარტო ქარიღა დადის და გშუის და გამომფრთხალი ჭექა ქუხილით, მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც დასრულდა, ხოლო სიუჟეტის ბოლოს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს, რომლის წყალობითაც გახდა ჩემთვის ცნობილი აი ამ ბრწყინვალე ადგილის შესახებ. თქვენ კი დაგიტოვებთ თხოვნასა და მოწოდებას, რა თქმა უნდა ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული ისტორიული სახის სერიები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ კიდევ არაერთ ახალ სერიას, როგორც ქართლზე, ასევე მესხეთზე. დროებით.